როდესაც სხეულს თავს დაესხმება ვირუსი ან ბაქტერია, მას შეუძლია თავის სპეციალური არმიით დაიცვას, რომელიც ებრძვის ვირუსს. ამ არმიას იმუნური სისტემა ჰქვია. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ. იმუნური სისტემა შედგება მრავალი სხვადასხვა ტიპის უჯრედისგან, რომლებიც ერთად მუშაობენ ინფექციებთან საბრძოლველად. თავდაპირველად ვირუსს ან ბაქტერიებს დენდრიტული უჯრედები ამჩნევენ. მათ თქვენი სხეულის მზვერავები, თავდაცვის პირველი ხაზიც კი შეგიძლიათ უწოდოთ. ეს მზვერავები ყველგან არიან, მათ შორის სისხლში, კანსა და კუნთებში. ამ უჯრედების დანიშნულება დანარჩენი ჯარის თავდასხმის შესახებ გაფრთხილებაა. როცა მზვერავი მტერს ამჩნევს, ის მიემართება ლიმფურ კვანძებისკენ, რომლებიც თქვენი იმუნური სისტემის საკოორდინაციო ცენტრებია. ისინი სხვა უჯრედებს, ტი უჯრედებს, თავდამსხმელი არმიის შესახებ ყველაფერს აცნობებენ, მათ შორის თუ როგორ გამოიყურებიან თავდამსხმელები. ტი უჯრედები იღებენ ბრძანებას და შემოჭრილი მტრის შესახებ ინფორმაციას, ქვეით ჯარებსაც გადასცემენ, რომლებსაც ბი უჯრედები ეწოდება. ბი უჯრედები იყენებენ ინფორმაციას როგორც ინსტრუქციას, რათა შექმნან იარაღი, რომელსაც ანტისხეულები ეწოდება და რომლებიც სპეციალურად ამ კონკრეტულ მტერთან საბრძოლველადაა შექმნილი. ბი უჯრედები ლიმფური კვანძებიდან ბრძოლის ველზე გადადიან, სადაც ისინი მტერს ანტისხეულებს ესვრიან. როდესაც მტერს ანტისხეულები მოხვდება, ისინი შეეჭიდებიან მას და ანეიტრალებენ. ანტისხეულებს ასევე შეუძლიათ სხვა ტიპის უჯრედების მოზიდვა ეგრეთ წოდებულ ფაგოციტებთან საბრძოლველად, რომლებიც ჭამენ ნეიტრალიზებულ მტერს. ზოგიერთი ბ უჯრედი ვეტერანი ხდება, ისინი მომავალში მტრის დასამარცხებლად იწვრთნებიან. თუ თქვენ სხეულს ისევ იგივე ვირუსი ან ბაქტერია დაესხმება, ვეტერანი ბ უჯრედები ამჯერად მზად არიან სწრაფად მოამზადონ კიდევ უკეთესი ანტისხეულები ვირუსის შესაჩერებლად, სანამ იგი ავად გაგხდით.